გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ვაგრძელებთ ამ ჟაკეტისთვის საყელოს მოქსოვას და ახლა ვგზავთ უკვე სხვანაირი სტილით, სხვა სახის საყელოს, ასე ვთქვათ. ერთი მოვაგზავნეთ, აქამდე როგორ მოვსულიყავით, ისაც ვნახეთ. ეს არის მესამე ვიდეო ამ ჟაკეტის და არის მეორენაირი, ასე ვთქვათ, საყელო. აქამდე როგორ მოვგზავნეთ, ესაც ვნახეთ. გვაქვს წინა ვიდეოები ზუსტად აი ამ ფერის ეს ჟაკეტი და ვისაც დაგაინტერესებთ აქამდე როგორ მოვედით და კიდე სხვა როგორ მოვგზავნეთ, შეგიძლიათ ნახოთ წინა ვიდეოებში. ჩვენ ახლა ვგზავნთ აქ კიდე ერთ-ერთი სახის საყელოს. რა ვიცი, როგორ თქვა, როგორც არის. ზუსტად აქ ამ ადგილას გავჩერდით ჩვენ ბოლოს და ვაგრძელებთ, ახლა უკვე ავიღოთ წაღმა უკუღმართლები და როგორი საყელო მოვგზავნოთ. ახლა მე ვგზავ ზუსტად აი ამ სტილის საყელოს, როგორც აი აქ აქვს ამ ჟაკეტს ამოქსოვილი საღილეები და ღილებისთვის და წინა რეზინა, ასე ვთქვათ, გვერდი. ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ახლა პირველი რიგია, სადაც მე უნდა დავაყენო რეზინა. აქამდე ეს როგორ მოვგზავნეთ, ნახეთ წინა ვიდეო კიდევ ვიმეორებ. ამ ვიდეოს ბოლოში ნუ დამიწერთ კომენტარებს მეგობრებო, აქ როგორ მოხვედი, ეს როგორ გააკეთე, არის წინა ვიდეოები და ნახეთ დანომრილია პირველი, მეორე, მესამე, მე რამდენიც არის ამ ჟაკეტის დასასრული, დასაწყისი ამ ჟაკეტის ვიდეოები და სხვადასხვა საყელოები მოვგზავნეთ. ახლა ვიღებ მე ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. პირველ რიგს ვგზავ რეზინას, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ასე შემოვგზავ სულ და მოვალ აი აქ. ვგზავ პირველ რიგს რეზინას საყელოს, ერთი წაღმა, ერთი უკუღმა, გამოვედი მეორე ნაპირში. ჟაკეტს აქვს წინ გახსნილი და აქეთ ორი გვერდი, ორი ნაპირი, ხო? და მოვედი აი აქ, ნახეთ. ეს არა, აი ასე ამოვიყვანოთ ეს. ეს არის წინა რეზინა, რაც ჟაკეტთან ერთად იგზოვებოდა, აი როგორც ეს, ხო, ცალკე რო ქონდა დატოვებული. ახლა ნახე, აქაც ძაფი გვაქვს ჩვენ. ახლა როცა ვგზავთ ჟაკეტს, სანამ მივალთ საყელომდე, მოვრჩებით ამ დანარჩენ მხრებს და ყველაფერს ჩავკერავთ, გადავგზავთ, გვრჩება სადღაც ძაფები და რა უყვათ ამ ძაფებს. ახლა აქ რო მოვიდე, ეს აქ რო დავტოვო ნაპირია და არ იქნება ლამაზი, ხო? ახლა ნახე რას გავაკეთებ, მე აქს როცა მაქვს აქ ზედმეტი ძაფი კიდევ. აი სად დავტოვე ეს ძაფი, მოვედი რეზინამდე და დავტოვე. გასაგებია ხო რას ვაკეთებ, აი მოვედი აქ, შემოვბრუნდი, გავედი ბოლოში სპეციალურად ეს ძაფი დავტოვე აქ ამ რეზინამდე და აქედან მე როგორც ვგზოვდი, ამ ძაფით გავაგრძელებ უკან წასვლას. და არა ნაპირში გადავაბამ, ჩავტოვებ, ჩავაჭრი, ჩავაბამ. გავგზოვ მე აქ, უკუღმა მხრიდან ვგზოვ უკაცრავად და უკუღმართლებს არ ვგზოვ ამ შემთხვევაში, მხოლოდ ვგზოვ წაღმა მხრებს, როცა ვარ შიგითა პირიდან, უკუღმა პირიდან. ეს ძაფი უნდა ვამყოფინო და გამოვიდე აი აქ, რამდენიც არ უნდა
მქონდეს. აი ნახე ახლა და ეს ძაფი მოვიდა აქ. ეს არის რეზინა. აი ეს. ახლა ნახე. რადგან მე ეს ძაფი უკვე აღარ მჭირდება და მთლიანად საყელოს ვქსოვ ამ რეზინასთან ერთად უკვე, ეს ეფარება და მერე მეტყვით ვერ გავიგე რა გავაკეთეო. ნახე, ძაფი რომელიც აღარ მჭირდება და ძაფი რომელთაც უნდა მოვგზოვო. შემოვახვევ ერთმანეთზე, გადავაჯვარედინე, არ გამოვნასკვე, არ ჩავნასკვე, არ ჩავაბი, არაფერი არ ვქენი. ნახე. აქამდე გადმოვგზოვე, რომ აქ ცუდად რამე არ დამრჩენოდა და აი აქ გადავაჯვარედინებ ასე. როგორც სხვადასხვა ფერის ძაფით ვგზოვთ ხოლმე, ერთუდროულად რაღაცებს მივალთ, გადავაბამთ. აი ნახე რა გავაკეთე. ეს ძაფები ყოველთვის გექნებათ, როცა მოხვალთ აქ და როცა მერე ერთი ძაფით გაიწყებთ გზოვას და სხვა ძაფებს ტოვებთ. და არსად არ ჩანასკოთ, აი ასე ჩაამაგრეთ, გადააბით ერთმანეთს. ახლა იმასაც წაიღებო მეტყვი, ნახე. აი ასე. ამას შემდეგ აქ ჩავაბა და დავამაგრებ. ისე რომ საერთოდ არ გამოჩნდეს არსად, მაგრამ არა აქ, სადაც უკვე ნაპირია და საყელოა და კარგად ჩანს ყველაფერი. აი აქ დავამაგრებ, მე გავაგრძელე ახლა ამ ძაფით გზოვა. ახლა შემოვბრუნდი, მე ვგზოვ უკუღმა შიგითა მხრიდან, მაქვს ერთი წაღმა, ერთი უკუღმა და ნახე, მე უკუღმათლებს არ ვგზოვ, წაღმათლებს ვგზოვ უკუღმა მხრიდან. ასე ვგზოვდი ამ რეზინას, რომ ამოვედი აქამდე. უკუღმათლებს არ ვგზოვ, წაღმათლებს ვგზოვ. ძაფს ვტოვებ აუცილებლად უკუღმა შიგითა პირიდან, საიდანაც ვგზოვ. მხოლოდ წაღმათლებს ვგზოვ. ძაფს აქეთ ვტოვებ, უკუღმა პირიდან. წაღმათვალს ვგზოვ, უკუღმა თვალს არ ვგზოვ. წაღმათვალს ვგზოვ, უკუღმა თვალს არ ვგზოვ, შიგითა უკუღმა პირიდან. ასე გადავგზოვ სულ და მოვალ მეორე მხარეს. ნახე, მოვედი მეორე მხარეს. გადმოვგზოვე უკან. ეს არის უკვე მეორე რიგი, ხო? ახლა აქ რას ვაკეთებ, ნახე. ახლა ეს ხო დატოვებული მქონდა, ეს საყელო რამდენჯერ დავაყენე და რა გავაკეთე და მოვამზადე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის წინა ვიდეოებში. ჩვენ სულ თავიდან თქვით, რომ ეს დაელოდება თავის დროს, მანამდე არ მოვგზოვთო. და აი ესაც და მეორე მხარეც, რომელიც უკვე დავიწყეთ, ხო? ახლა ვიწყებთ ამ რეზინას გზოვას, რასაც გზოვდით სიმაღლეზე ჟაკეტის გზოვის დროს წინა მხარეებს. აი ახლა ვართ აქ წაღმა, ეს უკუღმა იქნება, რაღაც დამატებები გვაქვს, რომ გადავაბით. წაღმა, უკუღმა, აი ეს წაღმა, ეს შემოტრიალებული თვალია, რომ აქ დიდი ადგილი არ დაგვრჩეს, ერთი თვალია, ორი არ გეგონოთ. და ეს რეზინა ასე იქსოვებოდა სულ მთელ სიმაღლეზე. უკუღმა თვლებს არ გსოვდი, წაღმა თვლებს გსოვდი, უკუღმა თვლებს არ გსოვდი, ძაფი აუცილებლად აქეთ დატოვეთ, წაღმა თვლებს გსოვდი. ასე მოგზოვე მთლიანად ეს რეზინა. ნაპირის ორი თვალი. როცა არის ეს უკუღმა თვალი, არც ერთს არ ვგზოვ.
აი ახლა შემოვბრუნდი წაღმა გარეთა პირიდან ვქსოვ ჟაკეტს და ახლა ამ რეზინას აი ამ პირველ ორ თვალსაც როცა ეს თვალი წაღმა ახლა ვქსოვ ორივეს ახლა უკუღმა თვლებსაც ვქსოვ წაღმა თვლებსაც ვქსოვ აქ ამ შემთხვევაში გარეთა პირიდან ეს რეზინა წაღმა თვლებიც იქსოვება, უკუღმა თვლებიც იქსოვება. და რადგან ჩვენ ახლა რეზინა, საყელოს რეზინა მთლიანობაში ეს სახე დავაყენეთ და ვიწყებთ ქსოვას, შესაბამისად, გარეთა პირიდან წაღმაც მოიქსოვება და უკუღმაც. ყველა თვალი მოიქსოვება ერთი წაღმა, ერთი უკუღმა. ეს უკვე მესამე რიგი იქსოვება, რაც დავაყენეთ რეზინა. მანამდე წინა ვიდეოში კიდევ ვიმეორებ, რაც გავაკეთეთ, ნახავთ, ის იყო მომზადება საყელოსი რეზინას თვის. აი ეს რაც ვქსოვეთ აქ და რაც გავაკეთეთ. აი ნახეთ ახლა აქედან იწყება ეს და ეს მთლიანად მოყვება და ასევე დაიხურება ეს თვლები, როგორც იქსოვება. ახლა ვქსოვთ გარეთა პირიდან წაღმა და უკუღმა. შემოვქსოვე და მოვედი მეორე მხარეს. აი მოვედი აქ, მაგრამ ყოველ საყელოს ყოველ რიგზე და შემოქსოვაზე მე ახლა ამ წინა რეზინას არ მოვქსოვ. ყოველ რიგს არ მოვქსოვ. აქედან შევბრუნდები, აი სანამ ამ წინა რეზინა და სანამ მოვქსოვ, ამის აი აქედან შევტრიალდები და გავაგრძელებ მე საყელოს ქსოვას, რადგან ეს მე ძალიან ზევით არ უნდა წამომივიდეს, ეს წინარი, წინაგული ყელთან არ უნდა მიებჯინოს ძალიან, ამიტომ ახლა ვტოვებ მე. შევტრიალდები აქედან და ნახე. ეს თვალი, რომელიც ბოლო თვალია ამ შემთხვევაში და უნდა მივბრუნდე, ასე რომ დავტოვო და მოვქსოვო, აი რამხელა ადგილის ტოვებს აქ. შემდეგ რომ მოვალ აქ ძალიან ცუდად არჩება ეს. ამიტომ ბევრჯერ გვჭირდება ეს და ბევრჯერ ვაკეთებთ აი ამას. ასე ხოა თვალი ამყვანილი. წამოიღე აქეთ გადმოატარე ამ ჩხირზე ეს თვალი, რომ ორივე გვერდი აი ასე მოჭიმე, რომ ეს ერთი თვალი ასე დარჩეს აქ. მაგრამ შემდეგ რომ მოხვალ ეს ერთად ამოიყვანე ორივე. ეს ერთი თვალია. აი ასე გადმოჭიმე, რომ აქ ადგილი არ დაგრჩეს, შემდეგ რომ მოხვალ და მოვქსოვ მთლიანად. ახლა შიგითა უკუღმა პირიდან ვქსოვ და მე ვქსოვ მხოლოდ წაღმა თვლებს, უკუღმა თვლები გადამყავს არ ვქსოვ. უკუღმა პირიდან ვარ, შიგითა პირიდან. ვქსოვ მხოლოდ წაღმა თვლებს, უკუღმა თვლები გადამყავს არ ვქსოვ. აი ასე შემოვქსოვ ახლა საყელოს და მოვალ მეორე მხარეს. შემოვქსოვე და მოვედი აი აქ, მეორე მხარეს. აქაც იგივენაირად, ან ერთდროულად მოვქსოვ ამ წინა რეზინას, ან ერთდროულად დავტოვებ. აი აქედან უკვე ეს რეზინა არის, წინა აყოლება ჟაკეტის, ამიტომ ეს იქნება ბოლო თვალი. როგორც იქით დავტოვე, ისე აქეთ დავტოვებ. ან ერთდროულად მოვქსოვ, ან ერთდროულად დავტოვებ. ახლა აქაც ნახე, უნდა მივბრუნდე აქედან მე და ეს თვალი, აქ რო ასეთი ადგილი არ დამიტოვოს, შემდეგ რომ მოვალ და მოვქსოვ, ეს ხო ასე, ხო? წამოვიღებ ამ ჩხირზე, ასე გადმოვჭიმავ. მე მგონი ხედავთ, ეს არის თვალი, აქედან უნდა მივბრუნდე, წამოვიღებ, აი ასე გადმოვჭიმავ, რომ
ორივე გვერდი თვალის აქეთ გადმოვიდეს. შემდეგ რომ მოხვალ ამ ორივეს ერთ თვალად მოქსოვ. სამაგიეროდ აქ გადაებმება და ერთნაირად მოქსოვ ადგილი არ დაგრჩება. ახლა მე გარეთ ამ პირიდან ვარ, ჟაკეტის გარეთ ამ მხრიდან ვქსოვ და უკუღმა თვლებსაც მოვქსოვ, წაღმა თვლებსაც მოვქსოვ. ასე მოვქსოვ რამდენიმე რიგს. რამდენიც მჭირდება 6 რიგი, 7 რიგი, 8 რიგი, 4 რიგი, არ ვიცი, შენ რამ ხელას აყელოს ქსოვ, მოქსოვ იმდენ რიგს, აი ასე. ახლა ხო დავტოვეთ ეს ნაპირი, შემდეგ როცა მოხვალ ამას მოქსოვ ბოლომდე შემოbrundები, თუ დაგჭირდება გააგრძელებ კიდე მოქსოვ ყოველ მოსვლაზე, თუ დაგჭირდება დატოვებ, გააჩნია ეს როგორ მოითხოვს, მაგრამ ყოველი 2-3 რიგის მერე უნდა დატოვო და არ მოქსოვო, რადგან ძალიან ეს ზევით არ წავიდეს ამასთან შედარებით, ამიტომ მე არ ვიცი შენ რამდენ რიგს მოქსოვ ამ საყელოს და რამდენჯერ დაგჭირდება ამისი დატოვება, ეს შენ თვითონ განსაზღვრე. უკვე შეხედავ რო ქსოვ ჟაკეტის საყელოს, ესე იგი იცი ქსოვა და იცი დაახლოებით დააკვირდე რამდენი გჭირდება, როგორ გჭირდება, რამ სიმაღლეზე წავა ეს, ძალიან ზევით არ წაგივიდეს და შემაწუხებელი არ იყოს შემდეგ ყელში, ეს აქ წინ ხო უნდა იყოს ცოტა დაბალი, აქეთ ცოტა მომდგარი, ხო, კისერზე, მხრებზე ერთ სიტყვით. შემოვქსოვე და მოვედი მეორე მხარეს, აქ საიდანაც წეღან გავბრუნდი და არ მოვქსოვეს, ახლა მოვქსოვ. ახლა ნახე, აი ზუსტად აქ არის ის თვალი, ეს არის, რომელიც შევტრიალდი და გადავკეცე მე ასე. ახლა ეს ერთი თვალია. აი ასე, უკუღმა იყო და მე ისე უკუღმა უნდა ამოვიყო, ანუ ეს. აი ასე. აქ რაღაცა არ არის კარგად. აი ეს იქით. აი ასე გასწორდა. აი ახლა ნახე ჩვეულებრივად და არ დაგრჩება აქ ადგილი, ის დიდი ფანჯარა აქ მთლიანად ერთნაირად მოიქსოვება. ახლა გავაგრძელებ მე აქ ქსოვას და ამ რეზინასაც მოვქსოვ, რადგან ვქსოვ გარეთ ამ მხრიდან, წაღმასაც ვქსოვ და უკუღმასაც. ეს რახან ნაპირის თვალი უკუღმა, ამ ორ თვალს არ ვქსოვ, გადავიტან. შემოვტრიალდები. ეს ძაფები შემდეგ ჩაავი კარგად დაამაგრე და დაკარგე აქედან. ესენი როცა ქსოვა მთავრდება უკვე და გავდივართ ბოლოში, რჩება რაღაც. ახლა აქ ნახე, მეორე თვალი ხო არის წაღმა და ახლა აქ ორივეს მოვქსოვ, წეღან ორივე დავტოვე. როცა იყო ეს თვალი უკუღმა, ნაპირის თვალებს გეუბნები, აი ეს ორი თვალი. როცა წაღმა, მაშინ იქსოვება ორივე. ახლა ვარ შიგითა უკუღმა პირიდან და უკუღმა თვლებს არ ვქსოვ, წაღმა თვლებს ვქსოვ. უკუღმა თვლებს არ ვქსოვ, წაღმა თვლებს ვქსოვ. აი ასე გადმოვქსოვთ და მოვალთ მეორე მხარეს. მოვედი მეორე მხარეს. უკუღმა მხრიდან ვქსოვ, უკუღმა თვლებს ვტოვებ. აი ის ორი თვალი წეღარო შევბრუნდი და ორი თვალი კი არა, ორი თვალივით რომ დავტოვეთ მოჭიმული ძაფი თვალზე. აი ახლა ამასაც უკუღმა ამოვიყვან, რადგან უკუღმა არის და ამ შემთხვევაში ეს უნდა მოვქსოვ. აი ასე. ახლა მთლიანად ბოლომდე გავალთ და მოვქსოვთ ერთდროულად რამდენჯერმე, არ დავტოვებთ ამ ნაპირს. აქაც ნახე, ახლა ეს ბოლო თვალთან, ბოლოს წინა თვალი უკუღმაა და არც ერთს არ ვქსოვ. შემოვბრუნდები.
აქედან წაღმა აი ეს თვალი და ამიტომ ორივეს ვქსოვ ნაპირის თვლებს. ახლა მე გარეთ მხრიდან ვქსოვ ჟაკეტს და უკუღმა თვალსაც ვქსოვ და წაღმა თვალსაც. აი ამ პრინციპით არის მოქსოვილი მთლიანად სიმაღლეზე ამ ჟაკეტის რეზინა. აი ეს რაც არის აყოლებული. შენ შეგიძლია ქსოვის დროს ამოქსოვო, როგორც ესაა მოქსოვილი, შეგიძლია მერე მოაქსოვო და მოაკერო, შეგიძლია რა ვიცი, ათასნაირი რამე არსებობს. მე ამ პრინციპით როგორც ახლა ვქსოვ ამ რეზინას, ასე მოვაქსოვე მთლიან სიმაღლეზე ჟაკეტს. როცა ჟაკეტს ვქსოვდი, მაშინვე ერთად მოვქსოვე ჟაკეტთან ერთად ეს რეზინა საღილებიც მაშინ დაუყენე და შემდეგ ღილებს დააგერებ. გარეთაპირიდან ორივე თვალი იქსოვება. შიგითა უკუღმა მხრიდან მხოლოდ წაღმა თვლები იქსოვება, უკუღმა თვლებს ტოვებ და ძაბს შიგითა მხარეს ტოვებ. გამოდის აი ასეთი რეზინა ამ შემთხვევაში. ახლა ნახეთ მეგობრებო, გამოვედი მეორე მხარეს. ნახეთ, მოვქსოვე მე აი აქ არის საღილე და იქნება აი ასე, ხო? აი ასე. ეს პირდაპირ მიყვება, ეს შემოიქსოვა, შენ შეგიძლია სხვა რეზინა მოაქსოვო აქ და მე ეს ასე მთლიანად ბოლომდე მოქსოვ, მე ვქსოვდი, ამოვყევი ასე. ახლა მე უკვე უნდა დავხურო თვლები, ეს არის ბავშვი ჟაკეტი და დაბალი საყელო მინდოდა ამისთვის და წინასწარ ჯერ სანამ დავხურო თვლები, 1-2 რიგით ადრე გავითვალისწინებ, რომ ნახე აი ეს ნაპირის თვლები, პირველი 2 თვალი უნდა ვუკლო და ცოტა შევწიო ეს, რომ შემდეგ თვლებს რო დავხურავ, აი ეს ხო, თვლები დავხურე და ეს არის ჟაკეტის საყელო, აქ არის საღილე, უნდა შეიკრეს მეორე მხარეს. აი ეს რო ასე წინ არ წამომივიდეს და ასე არ გამოიშვიროს ეს ნაპირი, კუთხე. აქ ხო უნდა დავხურო მერე თვლები, მიხვდით ხო რას ვამბობ? ამიტომ წინა 2 რიგით წინ, 1 რიგით წინ, აი ამ 2 თვალს ასე წაუკლებ ნაპირიდან, რომ დავამრგვალო აქ და ამან ესეთი კუთხე არ გაიგეთოს მერე აქ. ამიტომ ნახე ახლა 1-2 ესოა ნაპირის თვლები და ამას გადავიყვან მე და აი ასე გავაგრძელებ ქსოვა. შიგითა პირიდან ვქსოვ და მე არ ვქსოვ ჯერ ბოლო რიგს. ასე. როცა ბოლო რიგს მოვქსოვ, უკვე ყველა თვალი უნდა მოიქსოვოს, რომ შემდეგ დავხურო თვლები და მე აქ ძაფი კი არ უნდა მქონდეს. გადატანილი თვლებზე ყველა თვალი მოქსოვილი უნდა იყოს. აი ნახე, აქ ვუკლე მე, აი აქ დასაწყისი თვალი უკვე ვუკლე. შემოვქსოვ ახლა ამას. მოვედი მეორე მხარეს. ბოლო 2 თვალი, ხო? ეს არის ნაპირის თვლები და აქაც ვუკლებ მე. რატომ ვუკლებ იცით უკვე? აი ასე. ახლა გარეთაპირიდან გადავქსოვ ყველა თვალს. წაღმასაც, უკუღმასაც. მოვქსოვეთ, გამოვედით მეორე მხარეს გარეთაპირიდან ყველა თვალს ვქსოვთ. აი ასე.
ახლა ვიწყებთ ჩვენ თვლების დახურვას აქედან. ჯერ ვნახოთ რა გავაკეთეთ. ხმირთოჩი. აი ეს არის ის ყაისნახით შემოქსოვილი, შემდეგ უკუღმა თვლები მოქსოვილი, შემდეგ რეზინა მოვქსოვეთ, როგორ მოვქსოვეთ, ესაც ვნახეთ და ახლა დავხუროთ თვლები. ჩვენ გვჭირდება ნაპირის აი აქ ეს და დავამაგრებ, რადგან ეს თვალსაჩინო იყოს თქვენთვის, სად მიგვაქვს და რას ვაკეთებთ. და რას ვაკეთებთ ახლა? ეს წაღმა თვალი და შემდეგი წაღმა თვალი, უკუღმას გავწდებით და შემდეგი წაღმა თვალი. ახლა ნახეთ, რატომ დავტოვე ეს აქ მოვნიშნე. იქიდან ეს ნაპირი და აქ რო უკუღმა ამისი გვერდი გვჭირდება. ნახეთ ახლა. აქ ნაპირია და ძალიან კარგად უნდა დავამაგროთ ესე. ამ უკუღმა თვალთან ამ მხარეს გამოვდივართ და გაგვაქვს თუ ხედავთ, აი ამ უკუღმა თვალის ჩვენ მხარეზე როა, ეს გვერდი კი არა, აქეთ რომ იყო ის გვერდი. ჩვენ ჯემპრის შემთხვევაში გაითვალისწინეთ, ჯემპრის შემთხვევაში ირგვლივ ვხურავთ თვლებს და ესენი ნაპირები გვჭირდება, რომ დავხურავთ, მოვალთ, ეს უნდა აქ მივაბათ, ხო, შევაერთოთ. ჟაკეტის შემთხვევაში ეს ხო ასე რჩება, ხო? ცალკე რჩება. ჩვენ ხო აღარ შევაერთებთ მთლიანობაში ირგვლივ, ხო? აი ამიტომ ეს გაითვალისწინეთ, რომ აი აქ ცალკე იხურება ეს. ახლა აი ეს აუცილებლად გვჭირდება ჩვენ. ახლა ნახეთ, აი ამ თვალს ჩვენ ხო ჩავაბით წაღმა თვალია აქედან, მეორე გვერდი გვჭირდება, ამიტომ აი ასე დავტოვებ, რომ გასაგები იყოს თქვენთვის. შემდეგ არის შეკითხვები, რომ სად რა მიგვაქვს, ვერ ვიგებთო. აქედან ახლა ეს უკუღმა თვალის მეორე გვერდი. აქ ხო ეს უკუღმა ისევ, ხო? ამ უკუღმას აქეთა გვერდი. ახლა ნახეთ. ის უკუღმა ხო ჩავაბი, მაგრამ მეორე გვერდი ხო მჭირდება, ხო, აქეთი. აი ასე დავტოვებ, რომ გასაგები იყოს თქვენთვის. ახლა იქიდან მოვდივარ აქეთ და უკვე ჩაბმულის წაღმა თვალის მეორე გვერდი მჭირდება, აი რაც მოვნიშნე ახლა აი ეს. წამოვიღებ და ამ წაღმა თვალის ამ გვერდს დავაკავშირებ. აი ასე.
კარგა მოჭიმეთ შემდეგ არ დაგრჩეთ აქ ზედმეტი ძაფები და რაღაცები. აი ასე. ეს წაღმათვალი ნახევარი გვერდით ჩავაბი მე. გადავიტან და ეს ნახევარი გვერდი მჭირდება და აი ასე დავტოვებ, რომ თვალსაჩინო იყოს. ნახე? აქ ეს უკუღმა გვერდი ჩაბმულია, მაგრამ მეორე მხარეც მჭირდება, რაც მოვნიშნე, აი ეს. იმ უკუღმა თვალის იმ გვერდს წამოვიღებ და ამ უკუღმა თვალის ამ გვერდს გავიტან. აი ასე. ნახე? და მეორე გვერდი დამჭირდება და აი მოვნიშნე, რომ თქვენთვის თვალსაჩინო იყოს. აი ასე. კარგა მოჭიმეთ, თვალი თვალთან მივიდეს. ახლა აქეთ მოვდივარ მე. წაღმათვლებზე. აი იმ წაღმათვალი რო ჩავაბი, მეორე გვერდი ეს არის და მჭირდება. აი ეს. და შემდეგი წაღმათვალის ეს გვერდი მჭირდება. ახლა ნახე. ამ წაღმათვალს გავუშვებ, მაგრამ ეს გვერდი დამჭირდება შემდეგ. ახლა უკუღმა თვალის აი ეს მონიშნული მეორე გვერდი მჭირდება და აი ამ უკუღმა თვალის აქ რო ჩანს წინა, აქეთ აი ეს მხარე მჭირდება, აი ეს. იმედია ახლა გასაგებია მეგობრებო, საიდან რა მომყავს. შემდეგ ეს გვერდი დამჭირდება უკუღმასი. ახლა წაღმას ეს გვერდი მჭირდება, რომელიც მოვნიშნე. მე უკვე აღარ მოვნიშნავ, ახლა მგონი გასაგებია, აი ასე. ასე. ეს არის უკუღმა თვალის მეორე გვერდი, აი ეხლა ამ უკუღმას ამ გვერდს მოვნიშნავ, აი ასე. ახლა ნახე, ის წაღმათვალი ხო ჩავაბი მე, მაგრამ მეორე გვერდი ხო მჭირდება იმისი, ხო? აი ეს. წამოვალ და ამ წაღმათვალთან დავაკავშირებ. ის უკუღმა თვალია. ასე. შემდეგი უკუღმა თვალის აქეთი მხარე, უკვე მგონი გასაგებია. წეღარ ვნიშნავდი იმის მიხედვით. ამ წაღმათვალის ახლა ამ გვერდზე მჭირდება, აი ეს. იმ უკუღმა თვალის პირდაპირ გამოვდივარ იქიდან, რადგან ის გვერდი მჭირდება აქეთ. აი ასე. აი ასე. ახლა ამ წაღმათვალის აი ასე მოვალ აქ. იმ უკუღმა თვალის იქიდან მეორე, ოღონდ აქეთი გვერდი. აქეთი მხრიდან გამაქვს უკუღმა თვალის გვერდი. ეს წაღმები აქეთ. აი ის უკუღმები, ოღონდ აი ნახე, აქედან გამაქვს ის უკუღმა თვლები.
ოღონდ ეს ძაფები ძალიან კარგად მოჭიმეთ, აი ასე. და გამოგივათ აი ასეთი აქეთი, იქით გადასული და გადმოსული დახურვა და ძალიან ელასტიური და ნორმალური. დავხურეთ მთლიანად თვლები, მოვედით მეორე მხარეს. ნაპირის თვალს იქით მხარესაც ჩავაბამთ და აი აქეთ თვალთანაც ჩავაბამთ. აი ასე. რომ ეს მთლიანად შევაბრუნოთ და აი ეს ნაპირის თვალი რაც მოდის, ორივე მხარეს დავხუროთ. აი ამ ხას ჩახყევი ახლა, ჩააქსოვესავით აი ასე. ნახე? ზემოდან არის აი აქეთ საღილეები, ქვემოდან დავაკერებთ ღილებს. ჩვენი ჟაკეტი, აი აქ არის ბოლო საღილე. აქ დაეკერება ბოლო ღილის ზევით და შეიკრავა ასე. თუ დიდ ზომას მოგსოვ, შენიცი საყელო რამხელა მოაქსოვო, თუ პატარას მოგსოვ, შენიცი საყელო რამხელა მოაქსოვო. ეს არის კიდევ შემდეგი ვარიანტი საყელოს მოგსოვის. წარმატებები მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ.